ისეთ რაღაცას გაგიზიარებ, რომელსაც შენი ცხოვრების რადიკალურად გამარტივება შეუძლია. ნახე, ის კი არ არის მთავარი როგორ გიქცევიან ადამიანები, როგორია გარემო შენს ირგვლივ, არამედ შენი აღქმა ამ ყველაფრის და შენი დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ. ერთ ძალიან მაგარ მაგალითს გაგიზიარებ. თომას ედისონს, კაცმა, რომელმაც ნათურა გამოიგონა, ჟურნალისტს რაც ეკითხა, რომ მართალია ორო სანამ ნათურას შექმნიდიო, შენ გქონდა 1000 წარუმატებელი მცდელობა ნათურის შექმნის. ედისონმა უპასუხა და ნახე როგორი აღქმა აქვს ედისონს. არა, ეს მართალი არ არის. მე არ მქონია 1000 წარუმატებელი მცდელობა. მე ვნახე 1000 გზა, როგორ არ უნდა გამეკეთებინა ნათურა. შეცვალე აღქმები და დამოკიდებულებები და შენს გარშემო ყველაფერი შეიცვლება. ეს მიდგომა მოგცემ საშუალებას უკონტროლო გარემოში კი არ იცხოვრო, არამედ შენს ძალაუფლებას დაუქვემდებარო შენი ცხოვრება. ამჯერად კომენტარებში თუ ჩემს მიერ გაზიარებული ტექნიკა მოგეწონა.